გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ახალი სახლი. ძალიან ბევრი საინტერესო ინტერიერი დავათვალიერეთ ერთად. ნახეთ უამრავი ახალი ფანტასტიკური იდეა, მაგრამ თქვენ ყოველთვის გაინტერესებდათ როგორ კეთდება ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მთელი პროცესი გაჩვენოთ. დიზაინერთან ერთად სივრცის დაგეგმვიდან რემონტის ჩათვლით და რაც თავარია, რა თქმა უნდა, დასრულებული ინტერიერი. ჩვენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ვიმყოფებით. სწორედ აქ მდებარეობს ის პატარა ოთახი, რომელიც მალე რადიკალურად შეიცვლება და ამაში საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი ნინო ჟღენტი დაგვეხმარება. ეს ოთახი ეკუთვნის პატარა გოგოს. და ვიცი რომ ეს არის ძალიან რთული და ძალიან სპეციფიური ამოცანა. ვინაიდან ბავშვი არის პატარა, მას თავისი გემოვნება ჯერ არ აქვს, ამიტომ ვერ გვეტყვის რა უნდა და რა არ უნდა. საკმაოდ მოგრძო ფორმის პატარა სივრცეა. დიდი პლუსი არის, რა თქმა უნდა, ბევრი სინათლე, რომელიც შემოდის ლამაზი ალუმინის კარიდან. რა უნდა იყოს ბავშვის ოთახში აუცილებლად. ძალიან მომეწონა ეს ბევრი შუქი, ვიტრაჟული, აივანზე გასასვლელი, ძალიან ლამაზია. სივრცე არის 13 კვადრატი, არის ძალიან პატარა, რაც პატარაა სივრცე, მეტად რთულია და მეტად ძნელია ყოველთვის გათვალისწინება. საწოლი, მოსასვენებელი ადგილი, სათამაშო ადგილი, კარა და ნივთები იქნება. სამი ზონა უკვე გამოგვივიდა. 13 კვადრატში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. ამ ზონებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ განათებაც. ბავშვის ოთახის გაკეთება ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა. ყველაზე აქტუალურია დღეს და მოგწონთ, ეს არის არაჩვეულებრივი ბეტონის ჭერი, მაგრამ არის ბავშვის ოთახი. ვფიქრობთ, დავტოვოთ თუ არა ეს ჭერი. აი ამ რიგელებს რო აუცილებლად დავტოვებთ, ეს არც განიხილება. ვფიქრობ, რომ ეს ტიხრებით იმდენად კარგია, ხომ არ იქნება სასიამოვნო, როდესაც ეს ტიხრები შეიღებება სხვადასხვა ფრად. ის რომ ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, ეს არც განიხილება. ვფიქრობ, რომ ეს გოგონა შეიძლება იყოს ბარბის ფერებში, არავითარ შემთხვევაში ეს იქნება აბსოლუტურად სხვანაირი, მაგრამ ძალიან აქტუალური, მოდური. ესე იგი ვიწყებთ. ვიწყებთ. დიდი ენთუზიაზმით. თქვენც ისევე გიყვართ სამშენებლო მასალების თვალიერება, როგორც მე, ვაღიარებ ცოტა უცნაური გატაცებაა, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს, როდესაც ნახავ რა არის ახალი, რაღაცა ამომაჩენ, რაღაცა ნივთს, რომელიც შეიძლება დანიშნულების მიხედვით სულ არ გამოვიყენო. მოკლედ, ასეთი ტიპის სივრცეების თვალიერება მე ძალიან მიყვარს. მაშინ ამ შემთხვევაში თუ თქვენ ამ ჩემს ინტერესს იზიარებთ, რა თქმა უნდა, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი მოდუსი თქვენთვისაც საინტერესო სივრცე იქნება, იმიტომ რომ აქ იყიდება 50,000-ზე მეტი დასახელების ნივთი, რომელიც საჭიროა და აუცილებელია სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს. მოდუსმა შექმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია უფრო მარტივად შეიძინონ პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად. ეს შეიძლებათ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე modus.com.gz-ზე. აქვე მინდა ჩვენს მომხმარებელს ვაცნობო ერთი ძალიან კარგი სიახლე, სულ მალე კახეთის გზატკეცილის ფილიალი, რომელიც ისედაც მასშტაბური იყო, შემოგთავაზებთ განახლებულ ახალ ფილიალს. აქ მომხმარებელს დახვდება განახლებული შოურუმი და უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის არჩევანი. სწორედ ამიტომ მე და დიზაინერი ნინო ჟღენტი მოვედით აქ იმისთვის, რომ ამოვარჩიოთ მასალები ჩვენი პატარა გოგოს ოთახისთვის. ნინო, ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც იწყება მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა, რაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია, იმიტომ რომ სწორედ ამას დავინახავთ უპირველეს ყოვლისა, როდესაც შევალთ ოთახში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ იატაკით. და ვეძებთ ამ შემთხვევაში ლამინატს. შეიძლება შევარჩიოთ ღია ფერის მუხა, ლამაზი მუხის ფერი, ეს ლამაზი ფერი, ესეც ლამაზი. განიერი ფილებია და ძალიან ლამაზად წაიკითხება. ჩვენ ოთახი ისედაც პატარაა, 13 კვადრატია და ლამაზად გაიშლება. და რაც ყველაზე მთავარია, შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის ოთახი იქნება თუ რა სივრცეც არ უნდა გავაკეთოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 33 კატეგორია და 12 მმ, უბრალოდ კარგი იქნება თუ ესეთ კატეგორიას მოვძებნით.
პლინტუსით, იმიტომ რომ ბევრად უფრო ხარისხიანია და უფრო გამძლე არის. ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი პლინტუსი. პლინტუსით არ ვეძებთ შესაბამის პლინტუსს, აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოვძებნეთ, შეიძლება გავაკეთოთ კარის ფერით, ძალიან კარგი იქნება, როგორ კარსაც ჩავსვათ. თუ ესეც ვერ მოვახერხეთ, არ უნდა ვინერვიულოთ ამაზე აბსოლუტურად. თან ბავშვის ოთახი არის, თეთრი პლინტუსით ძალიან კარგად ემუშავოს. თეთრი პლინტუსი ჩვენ ვნახეთ, თან სიმაღლეც ძალიან კარგი აქვს და ისე ნებისმიერ სივრცეში თუ ვერ ვიპოვნით შესაფერის ლამინატის ფერს, ძალიან კარგად აღნიშნე შენ. შავიც არ არის, ანტრაციტის ფერია და აბსოლუტურად ყველგან წავა, აი ესეთ კონტური იქნება იატაკის ქვეშ და ხატავს ნებისმიერ სივრცეს. საბედნიეროდ ის ეპოქა, როდესაც არსებობდა მხოლოდ თეთრი ჩამრთველი, ეგრეთ წოდებული დენის წყაროც ასევე მხოლოდ თეთრი დასრულდა დიდი ხანია და ჩვენ ნებისმიერი ფერის ჩამრთველი შეგვიძლია ამოვარჩიოთ. თეთრი ძალიან კარგი არის, მაგრამ ავარჩიეთ რძისფერი, მე მგონი უფრო მოუხდება ქაურობას. იყო შემთხვევები, როდესაც ვღებავდით და ეხლა ყველაფერი მართლა თავისუფლად შეიძლება რომ შევიძინოთ. ადრე რამდენს წვალობდნენ დიზაინერები. რომც იყოს მუქი ფერის კედლები, მაინც შეგვიძლია რომ არ არის აუცილებელი რომ გავუკეთოთ აუცბად ნაცრისფერი ან მუქი ფერის ჩამრთველი. შეგვიძლია რომ გავაკეთოთ მაინც ეს რძისფერი, კრემისფერი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი და ყოველთვის ყველაფერზე მიდის და არ მოგვესწრდება. ესეთი მთავარი ალბათ, რაც განწყობას ქმნის ოთახში, კედლის ფერია. ფერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა სივრცეში არ უნდა შევიდეთ, პირველი რასაც ვიმახსოვრებთ ჩვენი ტვინი და თვალე ეს არის ფერი. ბავშვის ოთახის ფერი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფერი არის. ჩვენთან იქნება სამ ფერში გაკეთებული. აუცილებლად იქნება კედლები შეღებილით. ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მე მგონი სწორი მიმართულებით მივდივართ. კედლისთვის განკუთვნილი კარნიზები, მოლდერები, ეს ყოველთვის შესანიშნავი გზა არის იმისთვის, რომ ჩვენი ინტერიერი ან სივრცე უფრო ფაქტურული და საინტერესო გავხადოთ. კარნიზი მესერთან იყოს ყველანაირ სივრცეში და ანუ სააბაზანოშიც ვიყენებ და ძალიან კარგი ეფექტს გვაძლევს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ დავტოვოთ კედელი კარნიზის გარეშე, მაგრამ ბეტონთან თან ბავშვის ოთახია, ბევრად უფრო დაათფობს, სივრცეს შეკრავს და მისცემს უფრო ესეთი კეთილ და კარგ განწყობას. ხშირად მესმის ხოლმე, რომ მომწონს ძალიან მაღალი კარნიზი ზევით ჭერში, მაგრამ ამას ხომ აუცილებლად მაღალი ჭერი სჭირდება. აი თუ არსებობს რაღაცა ტიპის პატარა ესეთი წესები, რომელიც შეიძლება დავიცვათ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მაგალითად ან სტანდარტული, ან თუნდაც სტანდარტულზე დაბალი ჭერი. მე მაინც გირჩევთ, რომ გავაკეთოთ კარნიზი უბრალოდ დაბალ ჭელზე, არ გავაკეთებთ ესეთ დიდს, როგორც ეს 12 სანტიმეტრიანი, რაც ჩვენ ავარჩიეთ. შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო პატარა და აუცილებლად ძალიან სადა ყველანაირი დეკორის გარეშე, მაგრამ ძალიან ალამაზებს. მე ყველას ურჩევ, რომ მაინც გამოიყენოს კარნიზი, იმიტომ ხა 2 ნახევარზე ნაკლები ჭერი არ არის, ხო? სითამამე არის სწორედ ის, რის ხარჯზე ჩხდება ესეთი ძალიან ეკლექტური შეჯახებები, მაგალითად ბეტონის, კედლის და ძალიან დატვირთული კარნიზის და გამოდის არაჩვეულებრივი რეზულტატი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოგწონს. ყველას ურჩევთ კი. ჩვენ ახლა ვასრულებთ კედლების დაფითხვა დამუშავებას. იმისათვის, რომ ზედაპირი მივიღოთ იდეალური თუნდაც ქაღალდის გაყვრისთვის, გუნდა საღებავისთვის, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიტანოთ ფითხები, პირველი პირის ფითხი, მეორე პირის და ფინიში. ამის შემდეგ მოხდება დაზუმფარება, რომ ზედმეტი ნაწილაკები მოშორდეს კედელს და მოხდება დაგრუნტვა. დაგრუნტვის შემდეგ უკვე ჩვენი კედელის გზად არის როგორც შესაღებად, ისე ქაღალდის
კომპანია Knauf-მა, რომელიც უკვე 22 წელია არის ქართულ ბაზარზე და აქვს უდარმაზარი წარმოება. გადაწყვიტა, რომ თავისი ცოდნა უფასოდ, რაც მნიშვნელოვანია, გაუზიაროს ყველას, ვისაც ეს სურს. აი თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ააშენოთ სახლი, ან გააკეთოთ რემონტი და გინდათ უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, რა მოხდება თქვენ საკუთარ კედლებში და გააკონტროლოთ პროცესი. მიხვდეთ, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსი ამ სასწავლო ცენტრში, ჩათვალეთ, რომ თქვენს მახვილ თვალს უკვე აღარაფერი არ გამოეპარება. დღეს ჭეშმარიტი აღმოჩენების დღე მაქვს, მეგობრებო, იმიტომ რომ აი ეს ყველასათვის ნაცნობი ინსტრუმენტი, რომელიც ალბათ 1000-ჯერ მაინც გვაქვს ნანახი, არ ვიცოდი რომ იყო სჭვალ სახრახნი. ამიერიდან ვეცდები მხოლოდ ასე მოვიხსენიო, მაგრამ რაც ასევე გავიგე, რომ აი ახლა როგორც მე მიჭირავს, ეს არის საშინელი უვიცობა, ასე არ შეიძლება. აი ასე უნდა დაეჭიროთ, თუმცა ხელის მოსათავსებელი ადგილია და ამითი უნდა დააჭირო. ჯერ დაზიანების სტადიაში ვიმყოფებით, ამიტომ შეგვიძლია ძალიან თამამად კიდევ ერთი ხვრერი დაუმატოთ აქ. და ვუმიზნებთ, რა თქმა უნდა, იქ სადაც უკან არის პროფილი. ეს მე მგონი ლოგიკურია. ვაჭერთ ჯერ, ხოლოს შემდეგ აი ესე. თავიდან მუშავდება ნაკერები. ეს უნდა დაიგრუნტოს ტიფენგრუნდით, კარგი შეჭიდება კონდეს და ამის შემდეგ იშპაკლება მარმირებელი ლენტის გამოყენებით. ნაკერების დამუშავება როგორც წესი ხდება ფუგა გიფსით. სველი ფითხით რომ ამას დავამუშავებთ და თითქოს იდეალურად გავასწორეთ, რომ გაშრება, ნახავთ რა ღრმული იქნება, დაპატარავდება. ამიტომ იმას კიდევ უნდა შევსება. იდეალურ შემთხვევაში სამჯერ მაინც სჭირდება ხოლმე მისვლა, თქვა სატენ გიფსით და იმ სუპერ ფინიში და გინდა ნებისმიერი სხვა რაღაცით ნაკერების დამუშავება არ შეიძლება. მარტო არის ფუგა გიფსი, არის კიდე უნიფლოტი ეგეთი ფითხი გვაქვს. აი ამ ნაკერების დამუშავება, მაგალითად, ქალხმული ნაკერების დამუშავება მარმირებელი ლენტის გარეშეც კი შეიძლება. იმიტომ რომ იმდენად მაგარია, პარია, ელასტიურია. ლენტის გარეშე რო დავამუშავოთ, მაგალითად, ფუგა გიფსით, ეს დასკდება, ბზარს გაიკეთებს. უნიფლოტი დამუშავებული ბზარს არ იკეთებს. ჯერ ლენტს აწებებენ და შემდეგ უსვევენ ზემოდან ფითხს. ეგ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. რატომ? რა შეიძლება? ყველა ვარიანტში უნდა ჯერ წაუსვა ფითხი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია. როცა რაღაცა იცვლება, თან შენ ამაში მონაწილეობას იღებ. ახლა თან თუ ამაში ფულსაც გიხდიან ხო საერთოდ? ან თუ შენ საკუთარ სახლს აკეთებ და მე დატკვები კარგი რეზულტატი. რატო ეხა კიდე ამას დამატებით პატარა თხელი ფენა ჭირდება, რომ ქაღალდი ამან მიიწებოს კარგად. ოღონდ ამასაც მე ზემოდან უნდა გადაუსვა. აუცილებლად. ზოგი უშვებს შეცდომას და ძალიან აწვევიან და ბევრი შპაკლი გამოყავთ ქვემოდან, ანუ ფითხს საერთოდ აცლიან ქვემოდან. საკმარისია ეს დასველდეს, ან თქვა სხვა ფენა ფითხით, ან საღებავით. რომ ის ამოიბურცება და აზურება. თუ ვიგულისხმებთ, რომ შეიძლება დამწყებმა ადამიანმა რაღაცა სცადოს და თუნდაც სახლში საკუთარი კედელი გაუმჯობესოს და ამუშაოს, მაშინ იმედი მაქვს, რომ ეს პატარა რჩევები გამოგადგებათ. ჩვენი ოთახი უკვე ძალიან შეიცვალა. კომპანია თარაზოს მეშვეობით საქმე ძალიან სწრაფად წავიდა. ჩვენ დავტოვეთ ბეტონის ჭერი, მაგრამ აი ეს ლამაზი ნახატი, რომელიც ქონდა ბეტონს, შევინარჩუნეთ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფრად შეიღება ჭერი. დაემატა ძალიან ლამაზი კარნიზი, რომელიც ასევე ნაცრისფრად შეიღება და ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გაკეთდეს დღეს, ეს არის იატაკზე ლამინატის დაგება და სწორედ ლამინატის შესახებ ახლა ცოტათი უფრო მეც ვისაუბრებ. ლამინატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა იატაკზე დასაგებად და ეს გასაგებია რატომ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და რაც მნიშვნელოვანია, ყველაზე სწრაფი მეთოდი იმისთვის, რომ ოთახში იატაკი გამოცვალოთ. მაგრამ იმისთვის, რომ ლამინატის საფარი იყოს გამძლე, ამისთვის რამდენიმე მომენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იმისთვის, რომ ლამინატი კარგად მოერგოს იატაკს, აუცილებელია ძალიან მაღალი ხარისხით მოხვეწილი იატაკი. თქვენ ალბათ გინახავთ, ეხანდახარ შედიხართ ოთახში და
რაღაცა თითქოს ტალღებია და ეს იატაკი თქვენ ფეხქვეშ მოძრაობს, ჭრაჭუნებს, გზნობთ ქვევით რაღაც ჰაერს. აი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც უხარისხო მოუხვეწილ იატაკზეა დაგებული ლამინატი. იატაკი ჯერ უპირველეს ყოვლისა იფარება ესეთი სპეციალური საფარით, ეს არის ძალიან თხელი, ცოტა ბირი მასალა, რომელსაც ასე როგორც ხედავთ, იატაკზე აფიქსირებენ ჩვეულებრივი სამღებრო წებოვანი ლენტის მეშვეობით. ლამინატი რა თქმა უნდა არ არის სუფთა ხე. როცა ჩვენ ვამბობთ პარკეტს, იქაც კი არ იგულისხმება, რომ ეს მთლიანი მასიური ხისგან არის დამზადებული. ეს არის სპეციალური დაპრესილი ხის ბოჭკო და რაც უფრო მეტია ხის ბოჭკო ლამინატში, მით უფრო გამძლე და ხარისხიანია ის. ამ შემთხვევაში ეს არის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული, უკვე გამზადებული ფიცარი, რომელსაც აქვს ესეთი ელვასავით ჩამკეტი. და სწორედ აი ამ ჩამკეტის ხარჯზე მისი დაგება ასე ადვილია, იმდენად ადვილი, რომ მეც შემიძლია რომ დავაგო და თქვენც შეგიძლიათ დააგოთ. როდესაც თქვი რომ მას ელვასავით ჩამკეტი აქვს, პირდაპირ მნიშვნელობით ელვასავით, და ესე უნდა მოვათავსოთ აი ამ პატარა ბრიჯში და მე შევასრიალოთ და უკვე აი ამ ძალიან საინტერესო ჩაქუჩით, სპეციალური ჩაქუჩია, ჩვეულებრივი ჩაქუჩი არ ჩაარტყათ, თორე თქვენი ლამინატი განადგურდება. ხდება ამ ყოველფრის ჩაკეტვა. მართლა ადვილია. აი ახლა კიდე დავაგებ და მიხვდებით, თუმცა რატო მომწონს მე ლამინატი? ეს არის პირდაპირ მზა იატაკი. თქვენ აღარ გჭირდებათ იატაკის მოხვეწა, აღარ გჭირდებათ დამატებით მაგალითად ამ მოხვეწილი იატაკის დამუშავება, ან ცვილით, ან სპეციალური ლაქით. შესაბამისად ეს ხარჯებს ძალიან ამცირებს. ლამინატი, როგორც ყველა ხის შემცველი მასალა, სუნთქავს მას აქვს თვისება, რომ გაფართოვდეს, შეიკუმშოს ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად და ამიტომ აუცილებელია, რომ აი კედელთან აი ესეთი ღრიჭო დარჩეს, რომელიც უნდა იყოს 5-დან 8 მილიმეტრამდე. იმისთვის რომ ლამინატს ჰქონდეს მოძრაობის საშუალება და სწორედ აი ამ ღრიჭოს დავფარებთ შემდეგ პლინტუსით. ალბათ ორი სიტყვაც უნდა ვთქვათ ლამინატის დაგების წესზე, იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ დავზოგოთ და ზუსტად კვადრატულობის მიხედვით დავხარჯოთ ლამინატი და არ გვინდა ცოტა ზედმეტის ყიდვა დანაკარგის გამო, რაც რა თქმა უნდა დაგების წესთან ერთად იცვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ვერსია, ის ვერსია, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაგებთ. სასურველია რომ აი ოთახში კარს რომ ვაღებთ და შევდივართ და იქეთ მაგალითად სინათლის წყაროა. ლამინატი იყოს დაგებული სინათლის წყაროს პერპენდიკულარულად, ანუ აი ესე იკითხებოდეს ხის ფაქტურა, რომელიც აქვს ლამინატს. ეს უბრალოდ გაცილებით უფრო ვიზუალურად მომგებიანი იქნება, თორემ თუ ძალიან გინდათ, რა თქმა უნდა, ასეთ შეგიძლიათ დააგოთ. სამშენებლო სარემონტო კომპანია თარაზოს მეშვეობით ჩვენი სამუშაოები ძალიან სწრაფად მიდის წინ და ახლა უკვე რადიატორის დაყენების დროც მოვიდა. ჩვენ შოურუმში არის წარმოდგენილი საკმაოდ დიდი არჩევანი დიზაინ რადიატორების, ასევე დიზაინ საშრობების. ეს არის ინტერიერის დიზაინერების ყველაზე საყვარელი ადგილი, აქ მათ შეუძლიათ არჩიონ სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის, ასევე სხვადასხვა თბოგამოცემის, როგორც დიზაინ რადიატორები, ასევე დიზაინ საშრობები. ავა ადგილია, სადაც აუცილებლად შეარჩევთ თქვენი დიზაინისა და გემოვნების შესაბერის დიზაინ რადიატორებს. ჩვენი ინტერიერისთვის შევარჩიეთ სოფიას მოდელი, მწარმოებელი ქვეყანა არის თურქეთი. გარდა იმისა, რომ დიზაინ რადიატორი არის საკმაოდ დახვეწილი, თბოგამოცემა აქვს საკმაოდ მაღალი 1300 ვატი. კომპანია თარაზომ ჩვენი კედლები იდეალურ სისწორეში მოიყვანა, ამიტომ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი არჩევანი, შეგვიძლია შევღებოთ, შეგვიძლია გავაკრათ კედლის ქაღალდი, მაგრამ ვინაიდან დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ აქ საკმაოდ ინტენსიური ფერებით დატვირთული ჭერი უნდა იყოს, კედლის ქაღალდზე ალბათ თავ შევიკავოთ, თუმცა კედლის ქაღალდი ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა. სწორედ ამიტომ მე გადაწყვიტე უფრო მეტი გავიგო ამ არაჩვეულებრივი მასალის შესახებ, რომლითაც აბსოლუტურად ყველა ოთახის სრული ტრანსფორმაციაა შესაძლებელი. გალერეა Room Design ჩემთვის პირადად ნამდვილად არის ინსპირაციის წყარო და ახლა გეტყვით რატომ. გარდა იმისა, რომ აქ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც საფარდე ტექსტილი, ასევე კედლის ქაღალდი, ეს არის ადგილი, სადაც პრაქტიკულად კატალოგების სახით
იყრის თავს ყველაზე თანამედროვე, ყველაზე საინტერესო, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიების ახალი იდეები, ჩანაფიქრები, ფაქტურები, რაღაცა წარმოუდგენელი სილამაზის ტექსტურები, რომლებიც შესაძლებელია, რომ აღმოჩნდეს თქვენს კედელზე. და ის რომ აქვე შეიძლება ამავე კომპანიების ტექსტილის შეძენათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინტერიერი შეიძლება აბსოლუტურად ჰარმონიული გახდეს. რატომ არის ტექსტილი უფრო საინტერესო, ის უფრო ფაქტურულია, მას მართლაც უფრო საინტერესო სივრცის შექმნა შეუძლია, იმიტომ რომ უფრო ღრმად იკითხება კედელზე. ეხლა ჩვენ გადავდივართ უკვე მართლა რაღაც ძალიან სერიოზულზე. ეს გახლავთ ქოქოსის ხის მერქანი. ჩემი ფავორიტი ნამდვილად ეს ფერია, მაგრამ არის ულამაზესი ლურჯი, არის ნეიტრალური რაღაცა შავ-თეთრი ვარიანტი. როგორ წარმოგიდგენიათ, მოუხდება თუ არა თქვენს კედელს, მაგალითად, ასეთივე ხის ფაქტურის და სადაფის კომბინაცია. არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ სადაფით მოოჭვილი კედლები შეიძლება გქონდეთ. ამ არაჩვეულებრივი კედლის ქაღალდის მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთია, რაც შეეხება თავად გალერეა Room Design-ს უკვე 18 წელია ის ასეთი ხარისხის კედლის ქაღალდის და ტექსტილის იმპორტს ახდენს საქართველოში. პრაქტიკულად თქვენ კედლის ქაღალდის მეშვეობით შეგიძლიათ კედლები მოაპირკეთოთ ხით. არავითარი განსხვავება აღარ არის. ფაქტურაც კი ხელს რომ გაუსვევ, არის ხის. კედელზე ტექსტილის გაკვრა არ არის ახალი, რა თქმა უნდა, გამოგონება, თუმცა კიდევ უფრო ძველი ვერსია, ეს რა თქმა უნდა, კედლის მოხატვა. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ შესანიშნავ კატალოგში, ამ შემთხვევაში მწარმოებელი ესპანეთია, სწორედ ასეთი მოხატული კედლების, ანუ კედლის პანოების წარმოუდგენელი არჩევანი გელოდებათ. თავის დროზე ევროპა პრაქტიკულად დაავადდა, მოიხიბლა აზიით. გაჩნდა ესეთი არაჩვეულებრივი სტილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეს არის შინვაზრი. კედლები მოიხატა ფანტასტიკური წეროებით, აყვავებული საკურას ხეებით, ფარშევანგებით, სადღაც ჯუნგლებში დამალული მაიმუნებით, რომლებიც ეგზოტიკურ ხილს ჭამენ. თუ თქვენ მოგწონთ ეს სტილი, აი ეს არის სრულიად შესანიშნავი ვერსია, რომ აი ეს შინვაზრის სტილი გააცოცხლოთ თქვენთან ინტერიერში. აი მაგალითად თქვენ მთელი ცხოვრება ოცნებობდით, რომ გეცხოვრათ სასახლეში. არაჩვეულებრივი ოცნებაა ჩემი აზრით. თქვენ შეგიძლიათ აი ამ არაჩვეულებრივი კედლის ქაღალდით მეშვეობით პრაქტიკულად ეს ოცნება აიხდინოთ და მე ვიტყოდი, რომ ეს ისეთი პანოებია, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ კედელზე, არამედ ჭერზეც გაეკრას. იგივე ფრანგული ფირმის შპალერი, ეს არის პრაქტიკულად ხავერდი. აი ხელს რო ვუსვამ და ალბათ მე მგონი ვიზუალურად წაიკითხება კიდევაც. კიდევ ერთი საოცრება, მაგალითად ასეთი თავისი არაჩვეულებრივი ფონური ქაღალდით, ან ესეთი სადა, ან ესეთი ინტერპრეტაცია ფარშევანგების და ტყის ფუტკრები. ნაპოლეონის ეს თქვათ ერთ-ერთი სიმბოლო. მაგალითად, ეხლა აი ამ არაჩვეულებრივი კატალოგის მეშვეობით მე მოგზავრობ სადღაც ინგლისში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ინგლისელებს ძალიან უყვართ ძალიან ინტენსიური ფერის, ყვავილებით დატვირთული კედლის ქაღალდი. აი ასეთი ტიპის შპალერს მე მაგალითად უდიდესი სიამოვნებით გავაკრავდი მთელს ოთახში, მაგრამ ალბათ ცოტა გავჭრიდი და ნაწილს, მაგალითად ქვედა ნაწილს შევღებავდი. თავშეკავებული ლუქსის მოყვარულებისთვის იტალიური კედლის ქაღალდი არის ზედ გამოჭრილი. ეს თითქოს ერთი შეხედვით ერთი ფერის ქაღალდი, რომელიც აი ძველ იტალიურ პალაცოებში ნანახი საოცარი დაძველების ეფექტის მქონე კედლების პრაქტიკულად გამოძახილია. მე ვიტყოდი, რომ ინსპირაცია ეს არის. ასევე წარმოუდგენელი სილამაზის კედლის პანოები. ეს არის საოცრად ატმოსფერული ნახატები, როდესაც თქვენ გსურთ, რომ წვიმიანი ტყის რაღაც ეფექტი შექმნათ, სადაც აი ნისლები ადის, აი მართლა ნამდვილად ასეთი ტიპის კედლის ქაღალდია ეს. შეიძლება აი ამ არაჩვეულებრივმა კატალოგებმა მოგცეს შესანიშნავი იდეა იმისი თუ როგორ შეიძლება კედლის ქაღალდი გამოვიყენოთ ინტერიერში.
არის დიზაინერი ნინო ჟღენტი, ახლა უკანასკნელ დეტალებს ასწორებს და ძალიან საბროლი ხო? ცოტა ჯადოსნური. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, როცა შემოდიხარ ამ ოთახში, ხედავ უამრავ ძალიან ლამაზ ფერს, მაგრამ უნდა დავიწყოთ კარადით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოთახში, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ ტევადია, არამედ ამ ოთახის ფორმის განსაზღვრელიც გახდა. პრინციპში არანაირი ადგილი არ წაიღო, მხოლოდ 60 სანტიმეტრი და ჩაჭდა მთლიანად ერთი კედლის სივრცეში და მოიქცია კარებით კარადის ქვეშ. და რაც თავარია, ამ კარადის ფერთა გამა არის ძალიან კარგად შეხამებული კართან, ამიტომ გამოდის, რომ ეს არის პრაქტიკულად ერთი კედელი, არაფერი არ არის ამოვარდნილი. ძალიან საინტერესოა ის, რომ სინათლის წყარო პირდაპირ კარადაზეა დამაგრებული და რომ შემოდიხარ იმ წუთში ანთებს სინათლეს, ახლა უნდა გადავიდეთ აი ამ ფერთა გამაზე, რომელიც არის მართლაც არაჩვეულებრივი, განფენილია როგორც ჭერზე, ასევე კედლებზე, მაგრამ შეიძლება ვიღაცა მიკითხოს, ხო, მაგრამ ეს ხომ ძალიან პატარა გოგოს ოთახია, რატომ არ არის ყველაფერი ვარდისფერი? დავტოვეთ ბეტონი, რატომაც არა, მაგრამ ბეტონი ცოტა უნდა შეგვეცვალა, იმიტომ რომ იქნებოდა ცივი და რატო უნდა იყოს ბავშვის ოთახი, ვთქვა, ესეთ ბეტონის ფერის თან გოგონასი. ამიტომ ბეტონის ეს კვადრატები რაც იყო, საფრთხელი არ ვახლეთ, არც გაგვეწმენია, მხოლოდ შევღებეთ სხვადასხვა ფრად. ტონალური სამი ფერი გვაქვს მხოლოდ შეტანილი. მუქი ნაცრისფერი კარადა და აქეთ დაბალანსებული ასეთვე ფარდით ორ ფერშია. თუ შემჩვეთ ერთი ცოტა მუქი, ერთი ცოტა ნაკლებად. ბავშვი წავა სკოლაში და შეგვიძლია ოთახი სრულად შევცვალოთ. ანუ ავიღებთ პატარა საწოლს, დავთ გამჩვეულებრივ სტანდარტულ 2 მეტრიან საწოლს, ავიღებთ პატარა დივანს და იქ სადაც სათამაშო კუთხეა, მოვათავსებთ საწერ მაგიდას. ამ შემთხვევაში ნინო მიფიქრა ამ ყველაფერზე და იმ საწერ მაგიდასთან უკვე მიყვანილია დენი წყარო, გამოვიდა რომ არის ოთახი ტრანსფორმერი, რომელიც ამ ტრანსფორმაციით კი არ დაზარალდება, უბრალოდ სხვა ეტაპზე გადავა. რა თქმა უნდა, ყველა სამივე ზონა ცალ-ცალკე ინთება, სათამაშო ზონა, ბავშვის ძირითადი განათება საწოლთან და აქეთ ბრა როცა შეგვიძლია ყველაფერი ჩავაქროთ და მხოლოდ პატარა ბრა იყოს განათებული, ძირითადი აქცენტი იმაზეა, რომ არის თბილი ნათება, ბავშვებმა იციან პირდაპირ ნათურების ყურება, რაც მერე თვალს აღიზიანებს და აქ საერთოდ არ ჩანს შუქი, უბრალოდ შუქი ანაცებს, მაგრამ საიდან მოდის შუქი, ეს არ ჩანს და ბავშვისთვის ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ბავშვობაში ყოველთვის ოცნებობდით, რომ რაღაცა შემძრალი ყავით, ეს არის პატარა გოგონა სათამაშო კარავი, რომელიც არის ჭერიდან იკიდება და არის ულამაზესი მართლა. უდიდესი მადლობა, ნინო, მე მგონი სრულიად შესანიშნავი ოთახი გამოვიდა. მადლობა თქვენ სალომე. საშუალებაა რომ მომიცით ისეთი არაჩვეულებრივი სამყარო შემექმნა პატარა გოგონასთვის. ჩვენი ოთახის ხასიათი სრულიად შეიცვალა. ნინო ჟღენტის მეშვეობით ოთახმა არა მხოლოდ ხასიათი, არამედ ფორმაც კი იცვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ჰარმონიულად შეიძლება ყველაფერი დაალაგო ოთხკუთხედ ოთახში და მოგრძო ფორმასთან მუშაობა ყოველთვის ძალიან რთულია. ამიტომ ეს კარადა და არაჩვეულებრივი ფერთა გამა სწორედ ამას ემსახურება, რომ ეს სივრცე დაალაგდეს და ჰარმონიული გახდეს. მართლაც გამორჩეულია ჩვენი ჭერი, ბეტეკის მეშვეობით ჩვენ ძალიან საინტერესო ფერები დავსვით, მაგრამ კარნიზმა მე მგონი მაინც რაღაცა განსაკუთრებული სითბო შესძინა ამ ოთახს. სამშენებლო ჰიპერმარკეტ მოდუსში ჩვენ ძალიან საინტერესო პატარა მაგიდა და დივანი შევარჩიეთ, რომელიც ტრანსფორმირდება, იხსნება და ამ ოთახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაღაზია Happy Days მეშვეობით ამ ოთახში შემოვიდა ჯადოსნური სამყარო. ეს არის სათამაშოები, წიგნები, რაც მნიშვნელოვანია პატარა გოგოსთვის საყვარელი კუთხეები, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ბრენდერში შერჩეული ეს განათების სისტემები ნამდვილად ამ ოთახს არა მხოლოდ ამდიდრებს, არამედ რაღაც გარკვეულ ზონებად ყოფს და რაც თავარია ვარირების საშუალებას გვაძლევს. და ცხადია, რემონტის შემდეგ სახლის დალაგება ეს კიდევ ცალკე თავგადასავალია და კომპანია სუფთა სამყარო რომ არა, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე, ალბათ ამ ოთახის ესეთ იდეალური სისუფთავეში მოყვანა ნამდვილად გაგვიჭირდებოდა.
ამარა ჩვეულებრივ პატარა ოთახში ჩვენი თავგადასავალი დასრულდა, თუმცა წინ ძალიან ბევრი საინტერესო სივრცე და ახალი ოთახი გელით. ამიტომ უყურეთ ახალ სახლს ერთ კვირაში. ეს ყველაფერი შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო და დაცემულიყო სადმე. ეს არ გამოვა. ჯობია რამოზე ამხედრდეთ თუ ჩემსავით დაბალი ხარ. უნდა აიღოთ ფივა, დადოთ გვერდზე მეორე. მე ეს ყველაფერი დასანგრევია. დედა